მსოფლიოს საოცრება იუნანის პროვინციაში. ეს შილინია. Salmებით ისევ და ისევ იუნანის პროვინციიდან. აქ თუ რამე ოდესმე გამაკვირდებდა, ვერ წარმოვიდგენდი. ეხლა მე ვიმყოფები ტყეში, ეს არის ბუნებრივი ტყე, მაგრამ არა ხეებით დატვირთული და ხეებით სავსე. ეს არის ტყე, ანუ ქვების ტყე. რას წარმოადგენს ქვების ტყე? ეს ერთად ვნახოთ ამ ულამაზეს ადგილას. შილინის ქვის ტყე იუნესკოს გლობალური გეოპარკია და მდებარეობს იუნანის პროვინციაში. აქ თავმოყრილია 350 კვადრატულ კილომეტრზე გაშლილი კარსტული გეოლოგია, რომელიც მოიცავს ქვის ტყეს, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე გეოტურისტებისთვის. მთლიანი ტერიტორია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია და ამ პარკის შემადგენელი ნაწილია ტბა, რომელიც ჩემს სურგს უკან მოჩანს. შილინის იუნესკოს გლობალურ გეოპარკს სახელი დაერქვა ამ ტერიტორიაზე მიმოფანტული და გავრცელებული მაღალი და სვეტისებრი კირქვის გამო. სწორედ ეს ხდის მას ცნობილს გეომეცნიერებასა და ტურიზმის სფეროში. როგორც ხედავთ, ყველა მოდის აქ და ეხება ამ კონკრეტულ წარმონაქმნს. რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ ვინც აქ მოვა და ამ კონკრეტულ წარმონაქმნს შეეხება, ის იქნება დიდარი და ბედნიერი. მოკლედ, ყველას მაგივრად ვეხები ამ კონკრეტულ წარმონაქმნს. იმედია ვიქნებით დიდრები და ბედნიერები. სადაც ახლა მე ვიმყოფები შილინის იუნესკოს გლობალური გეოპარკია. ის მდებარეობს იუნანის პროვინციაში და მთელ ამ ტერიტორიაზე 350 კილომეტრზეა გადარჩებული. ეს არის ქვის ტყე, პარკი შილინის იუნესკოს გლობალური პარკის სახელით ცნობილი. შილინი დედამიწაზე უნიკალურ ტოპოგრაფიასა და ბუნებრივ გეოგრაფიულ მახასიათებელს წარმოადგენს. ასევე უნიკალურია ლანდშაფტური ესთეტიკის კუთხით, ამიტომაც მას მსოფლიოს საოცრებას უწოდებენ. მაღალი სვეტისებრი კირქვა, ხმლისებრი კირქვა, სოკოსებრი კირქვა და კოშკისებრი კირქვა, ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი. აი ასეთია ქვის უნიკალური ტყე, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.